პროკურორებს მინდა მიუმართო და მინდა რომ უთხრა რომ შემომხედონ თქვენი ბრალდება გავს ეჟენ იონესკო არის ეგეთი მწერალი რომელიც ასევე აბსურდის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი არის და მისი პერსონაჟები ლაპარაკობენ ერთი შეხედვით გაუგებარ ენაზე. მე უბრალოდ ვერ ვიგებ თქვენ რაზე ვდაობთ ახლა, ანუ აი თქვენი ბრალდების მიხედვით რას მედავებით ამ შემთხვევაში იმაზე რა ქვია ჯგუფურობაზე მე რა ვილაპარაკებ. ანუ აი კონკრეტულად რას მედავებით, ანუ აი ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშალა. ეგ არის გაუგებარი, ეს ერთი. ეხლა მეორე. ჯგუფურობას არ ჭირდებაო, ნაცნობობაო და ერთმანეთის ცნობაო. ესეც არ ვიცი რაღაც ახალი გამოგონება თუ არის, არ ვიცი. როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვერ გვაქვს ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს ერთმანეთთან და სასამართლოებზე ნახევარი ადამიანები ამ ადამიანების გადასარევი ადამიანების გავიცანი პირველ სასამართლოზე, ნახევარი მეორე სასამართლოზე. და რაღაცა ჯგუფში ვართ მოაზრებულები, სადაც რა თქმა უნდა, ბრჭყალებში რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, ისე რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, პლუს სხვადასხვა დღეს გვედავებით, იმიტომ რომ მაგალითად ჩემ შემთხვევაში თუ 29-ზე არის ლაპარაკი, თუ არ ვწდები გურის შემთხვევაში არის პირველ რიცხვს ელაპარაკი. როგორ შეიძლება რომ ეს ჯგუფურად აღვიქვათ. და კიდე ერთ რამეს დავამატებ, მინდა ორი სიტყვა ვთქვა ასევე ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახით გამოვლენილ რაღაცა დაშინების და შეშინების მცდელობაზე, რაც საქართველოში ხდება და მინდა ვთქვა რომ ვერავის ვერ შეაშინებთ და თუ ვინმეს ეშინია ეს შიშიც ძალიან ადამიანური რამე არის და იმითი ვართ ჩვენ თავისუფლები რომ აი ამ შიშებს და ასევე ადამიანური არის ყველა ჩვენი სისუსტეები გვაქვს ამ შიშებს და სისუსტეებს გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმევა. ესე იგი, სიცნარე დარბაზში თუ შეიძლება რა. სიცნარეს დარბაზში დაიცავით წესრიგი. ბატონო მარ